მოდით მოკლედ მიმოვიხილოთ ლუკა ბუჩუკურის სადებიუტო გამოსვლა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. დღეს მილანი კორტინას ოლიმპიადაზე საქართველოსთვის ასპარეზობა დაიწყო და პირველი ჩვენი სპორტსმენი სამთო მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური გიგანტურ სლალომში გამოვიდა. მაშასე რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ? სამი მთავარი რამ. პირველი, რა თქმა უნდა, ლუკას შედეგია. საბოლოო ჯამში 81 მონაწილეს შორის 46 ადგილზე გავიდა. იცით, ეს ოლიმპიური დებიუტისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. განსაკუთრებით მეორე დაშვებაზე გამოვიდა მაგრად. პირველ ცდასთან შედარებით დრო წარმოიდგინეთ თითქმის 8 წამით გავამჯობესა. მეორე, ეს დღე ისტორიულიც აღმოჩნდა. დღის მთავარი სენსაცია. ბრაზილიელი ლუკას პინეირო ბრაათენის ოქროს მედალი. და ეს არაა უბრალოდ მედალი, ეს არის პირველი მედალი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში არა მხოლოდ ბრაზილიისთვის, არამედ მთელი სამხრეთ ამერიკისთვის. ვინ იფიქრებდა, ხომ? სამთო თხილამურებში ჩემპიონი ბრაზილიიდან. აქვე თქვათ, რომ ვერცხლე და ბრინჯაო შვეიცარიელებმა, მარკო ოდერმატმა და ლოიკ მეიარმა მოიპოვეს. და ბოლოს რა გველის წინ? ლუკა ბუჩუკური ასპარეზობას არ ამთავრებს. 16 თებერვალს ისევ ვიხილავთ, ამჯერად სლალომში. და რაც მთავარია, ხვალ 15 თებერვალს კიდევ ორი ქართული გამოსვლა გვაქვს. სამთო მოთხილამურე ნინო ციკლაური გიგანტურ სლალომში და ჩვენი მოციგურავების წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. ასე რომ ოლიმპიადა საქართველოსთვის დაიწყო და ყველაზე საინტერესო მოვლენები ჯერ კიდევ წინაა.